გამარჯობათ. Აი ესეთი უზორის ჩანთა მინდა მოგსო, სახელურით ძალიან ლამაზი იქნება, აი მსგავსი უზორი იქნება, უბრალოდ აი ესე გარშემო შემოუყვებით, აი ესე როგორც თლიანი ესეთი ლენტასავით და სახელურის როლშიც იქნება ეს ერთიანი ესეთი გრძელი ლენტი. აი ესეთი ძაფი მაქვს მე ახლა, პოლიესტერის ძაფია. აი ესეთი მონაცემებით, ნახეთ. 300 გრამი 140 მეტრი. უკვე გავხსენი ხო, აქ ცოტა ნახევები აქვს უკვე. ანუ აქ 8 მმ ყაისნაღია მოთხოვნა. მე ამას რა თქმა უნდა ყაისნაღით მოგსოვ და მე ავიღებ 9 მმ ზომის ყაისნაღს. აი ესეთი ძაფი არის, ძალიან ფუმფულა ძაფია, აი ესე გამოიყურება. და დავიწყებთ ძირიდან. აი აქ მაქვს ნახეთ, აი აქედან არის დაწყება. აქ პრინციპში წაღმაოკუღმა ცოტა ისეთია, არ არის დიდი განსხვავება, აი რომელს აიღებ წაღმამხარეთ, ერთნაირი უზორი გამოვა მაინც. ესე იგი, როგორც გითხარით, აქ მე მოვჭერი ცოტა გრძელი ძაფი, რომ მე შემოსაკერად, ანუ სახელური რაც იქნება ხო გრძელი ლენტი ის რომ შემოვაკეროთ. კარგით. ესე იგი, აი ესეთი ძალიან ლამაზი ჩანთა გამოვა. მოკლედ, ეხლა ერთი ნახევარი ესე იგი უკვე მოგსოვილი მაქვს, ეხლა მეორეს მოგსო. ამისთვის გჭირდება 20 თავისუფალი თვალი. პირველი თვალი შეგვიძლია პრინციპში ესე დავტოვოთ, ნახეთ, საკმაოდ ფუმფულა ძაფია და კვანძს არ გავაკეთებ და დავტოვებ აი ამას როგორც თვალს. აი ეს ერთი თვალი უკვე მოგსოვე, ანუ კვანძის გარეშე. მეორე, მესამე, სულ 20 თვალი. პლუს 1 იქნება მოტრიალების. ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. აი 20 თვალი მაქვს ახლა, ნახეთ ესე. და 21 ეს ბიჭის, ხო? ხა მოდით მაინც გავზომავ, გაჩვენებთ სიგრძე მიახლოებით რამდენი გამომდის, ხო? საბოლოო ესეთი ჩანთის ზომა, ესე შეიძლება ითქვას, რომ ესე იქნება მიახლოებით 32 სანტიმეტრია. კარგით, ახლა ვაგრძელებთ მეორე რიგი. შემდეგი რიგი აქ უნდა მოგსოთ თვლები ნახევრად ნამატით და შედიხართ აი ეს ამოატრიალეთ. აი ეს ზემოდან ხო უყურებთ და ამოატრიალეთ და ბიჭის თვალში არა, მომდევნოში ხო, აი ამის უკან, აი აქ. და მოგსოთ სულ 20 თვალს ნახევრად ნამატით. აი ესე. ისე აი სულ ესე უკანა, აი ესე და აი ესე. აი ამ ვურცულ ძაფებში სულ უნდა მოგსოთ 20 თვალი, ხო? 20. ამიტომ რომ ესე ავკრიფეთ. აი ესე მიყევით და ბოლომდე თვლები ნახევრად ნამატით. საკმაოდ ესეთი ფაფუკი თვლები გაქვთ. აი ესე. აი გავედი რიგის ბოლოში და დააკვირდით, აქაც აი ბოლო თვალი, აი თუ ნახეთ, აი ეს არის ბოლო თვალი და აქ ზემოდან ხედი ესეთი აქ. მაგრამ თქვენ შედიხართ აი მოტრიალებული და აი ეს ძაფია. მაინც გადათვალეთ, რომ ზუსტად 20 თვალი გქონდეთ, ხო? 20 თვალი ნამატის გარეშე. შემდეგი რიგი, ერთი თავისუფალი თვალი და აი ესე მოტრიალდით, ხო? აი მე როგორც წესი ესე ტრიალდები ხოლმე, მაგრამ ეხლა აი ესე პირიქით. ანუ საათის ისრის საწინააღმდეგოდ აი ესე მოტრიალდით და ისევ თვალი ნახევრად ნამატით, ოღონდ შედიხართ, აბა დააკვირდით, აქ კი არ შედიხართ, აი წესით, როგორც წესი აქ შევდივართ ხოლმე. აი აქვე შევდივართ, საიდანაც ამოდის ეს პირველი ესე ბიჯის თვალი თითქოს, აი იქვე, ნახეთ, აი აქ. აი ესე. ერთი თავისუფალი თვალი. შემდეგ გამოვტოვებთ აი ამ თვალს, მომდევნო თვალს და ერთი თვალის გამოტოვებით, ხო? ანუ ერთი თავისუფალი თვალი, სამაგეროდ აქაც ვტოვებთ თვალს და მომდევნო თვალში. თვალი ნახევრად ნამატით ისევ. აი ესე. ნახეთ, ესეთი ხრელი უნდა დაგიჯდეთ. ისევ აი ეს ერთი თავისუფალი თვალი, ისევ გამოტოვებთ და მომდევნოში ერთი თვალის გამოტოვებით და სამაგეროდ გსოვთ თავისუფალ თვალს. აი ეს.
აი და ისევ თვალი ნახევრად ნამატით ერთი თვალის გამოტოვებით. აი ეს რიგი ესე იქსოვება. ჯერ კიდევ არ ჩანს ახლა უზორი, მე გამოჩნდება ძალიან ლამაზი უზორია. გამოტოვოთ აი აქ. თავისუფალი თვალი. გამოტოვოთ აი აქ. აი გავედი უკვე ფაქტიურად ბოლოში. საკმაოდ სწრაფადაც იქსოვება, ძალიან ესეთი კარგი ჩანთა გამოდის. შეგიძლიათ სხვა ფერიც მოგსოვოთ, მე ესეთი ფერი ხა ძაფი მქონდა და ფიქრობ, რომ ლამაზი იქნება. გამოტოვეთ ერთი თვალი მომდევნოში. აქაც, ანუ უნდა გქონდეთ ლუწი რაოდენობა თვლების, ხო, 20 თვალი. ესე და ბოლოს ამას ტოვებ და აი აქ. ახლა აქ შეიძლება თქვენ ეს ვერ იცნოთ ეს თვალი და აქ იქნებოდა რომ მოტრიალებისას პირველი თვალი რომ მოგენიშნათ. ნიშნული ჩაგედოთ. ერთი თავისუფალი თვალი და ისევ აი ესე ტრიალდებით. აი ესე. ესე იგი საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ეხლა შემდეგი რიგი. შემდეგი რიგი უკვე საინტერესოა. ჯერ ესე იგი პირველი თვალი არის თვალი ნახევრად ნამატით, იგივე აი ამ ადგილიდან. ნახეთ, საიდანაც ამოდის ეს ესე თქვა თვალი ბიჭისთვის, აი იქ ამოყავთ თვალი ნახევრად ნამატით. ერთი თავისუფალი თვალი და შევხედოთ ახლა რომ კარგი იყოს ფოკუსი, აი ესე. აი ახლა ნახეთ რას ვაკეთებთ. ესე იგი აი ეს ნახზე ძაფი გადადეთ. აი ამ დიდ ხვრელში შედიხართ. აი ესე ამოგაქვთ ძაფი. შემდეგ ისევ აი ეს ნახზე ძაფი გადადეთ, ეხა ჩადიხართ. აი აქ, ნახეთ, თვალში. აი აქ თვალი არის, აი ამ ხვრელის ქვემოთ პირდაპირ. აი ეს ამოწიეთ კარგად. ეს მეორე უკვე 4 ძაფი გადავდე, ნახეთ, 1 2 3 4 ესეთი ძაფი მაქვს. აი პირველი თვალის გარეშე თუ არ ჩავთვლით პირველ თვალს. და კიდევ გვინდა, ნახეთ, ეხლა სად? აი აქ, მომდევნო ხვრელში. და ეს ნახეთ რამდენი ძაფი მაქვს, ეხლა სულ აი ამ თვლიანად 1 2 3 4 5 6 7 ძაფი. აი ერთად ერთი თავისუფალი თვალი და ვაგრძელებთ. შემდეგი ასევე გადადეთ ყაის ნაღზე ძაფი, აი აქვე, აი ბოლოს სადაც იყავით, ხო? ხვრელში, აი იქ ჩადიხართ. ეს ერთი. ისევ გადადეთ ძაფი ყაის ნაღზე, ეხლა ქვემოთ, აი ამ ხვრელის ქვემოთ, როგორც თავიდან გავაკეთე, ფაქტობრივად ეხლა ვიმეორებ ის იგივეს. და მესამედ უკვე მომდევნო ხვრელში. აი, ესეთია. ძალიან მარტივია პრინციპში. მაგრამ ნახეთ რა ლამაზი უზორი ჩდება. ერთი თავისუფალი თვალი. ეს თავისუფალი თვალი არ დაგავიწყდეთ, ხო, აუცილებლად მოგსოვეთ, თორემ მოიჭიმება უზორი. ისევ ვიმეორებთ, ხო? ბოლოს სადაც ვიყავით ხვრელში, აი იქ. შემდეგ ქვემოთ, ხვრელის ქვემოთ, ზუსტად ქვემოთ, ესე ვერტიკალურად ქვემოთ და შემდეგ მომდევნო ხვრელში. და აი ყოველთვის 1 2 3 4 5 6 7 ძაფი უნდა გქონდეთ ყოველი აი ესეთი ძაფების ამოყვანის შემდეგ და მე ერთი თავისუფალი თვალი. ყოველ ჯერზე ერთნაირად უნდა გააკეთოთ. ისე გავიმეორებ 1 აი მე ძაფს ისე ვდებ, ხო, ხედავთ ყაის ნაღზე, მე ქვემოთ ჩავედი. ამოწიეთ კარგად ეს ძაფი. კიდევ გადავდე და მომდევნო ხვრელში შევედი. აი ესე. საკმაოდ ისეთ სასიამოვნო საქსოვი ძაფია, მინდა გითხრათ ეს ფუფულა ძაფი. ერთი თავისუფალი თვალიც მოგსოვე. კიდევ გავიმეორებთ. ქვემოთ. ის კარგად ამოწიეთ ქვემოთ, როცა ჩადიხართ, რომ ამოვიდეს ამ დონეზე, სადაც მომდევნო რიგზე, სადაც ვიმყოფებით. ეს უკვე შემდეგ ხვრელში შევედი. აი ესე და ერთი თავისუფალი თვალი. კარგი. ვაგრძელებთ. ერთი. აი ქვემოთ. მომდევნო ხვრელში.
სულ ყველა ერთად. ერთი თავისუფალი თვალი. ფაქტიურად სულ ასე უნდა ვიმეოროთ. უბრალოდ აი შემდეგ რიგს კიდევ გაჩვენებთ, იმიტომ რომ იქ განსხვავებულად გამოიყურება ეს ხვრელები, სადაც შევდივართ და ესე ერთად. აი ჯერ ჩვეულებრივ ხოლში, შემდეგ ქვემოთ თვალში შევდივარ, პირდაპირ თვალია ამ შემთხვევაში. და აი აქ მომდევნო ხვრელში. და ერთად. ერთი თავისუფალი თვალი. ერთი ქვემოთ მუდამ მომდევნო ხვრელში და აი ეს კიდევ ბოლო არის საინტერესო. ერთი თავისუფალი თვალი, ნახეთ ბოლო ესეთი ორნამენტი, ესეთნაირად იქსოვება, ნახეთ. აი აქ შედიხართ ქვემოთ და კიდევ, ახლა აღარა გვაქვს შემდეგი ხვრელი, მაგრამ აი აქ შეხვალთ მაინც რომ მოგხსოვოთ ესეთი ანუ მსგავსი ორნამენტი რომ დაგიჯდეთ და ერთი თავისუფალი თვალი. ეხლა ისე მოვტრიალდით. კიდევ ერთი თავისუფალი თვალი მოგხსოვოთ, მოვტრიალდით და ეხლა ჩვენ ვაგრძელებთ ქსოვას. ხო, მაგრამ შევალთ აი ამ ადგილას პირველი თვალი ნახევრად ნამატით აი აქ. პირველივე თვალში. ერთი თავისუფალი თვალი და ეხლა მოგხსოვთ ისევ ასეთ ორნამენტს, როგორც აი წინა რიგში ვგსოვეთ. თქო, ეხლა დააკვირდით, აქ უკვე ქვემოთ თვალი აღარ გაქვთ. აქ ხვრელი გაქვთ. ყაის ნახზე ძაფი გადადეთ. ერთი ქვემოთ მეორე შემდეგ უკვე მომდევნო ხვრელში ნახეთ, აბა დააკვირდით, აი აქ არის თქვენი ესე დიდი ხვრელი. და მესამე, აბა ისევ უნდა გქონდეთ 7 ესეთი ძაფი. 1 2 3 4 5 6 7 და ყველა ერთად. აი ესე. ერთი თავისუფალი თვალი. და ისევ ასე გააგრძელებთ, მოკლედ, ყველა რიგში ასე იქსოვება. აი ესე. ნახეთ, აქ ხო ვიყავი, ახლა იმის ზუსტად ქვემოთ ვერტიკალურად. აი ესე. და ყაის ნახზე ყოველ ჯერზე გადადეთ ძაფი, ხო? და შემდეგ მომდევნო ხვრელში. აი აქ დიდი ხვრელი გაქვთ და აქაც გექნებათ 1 2 3 4 5 6 7 და ეხლა უკვე ამ სამუშაო ძაბს გამოვიტან. აი ეს. ერთი თავისუფალი თვალი. აი ესეთი უზორია, ნახეთ რა ლამაზია და საკმაოდ ისეთია ფუმფულა მას ზედაპირს გაძლევთ და ზამთრისთვის კარგი ჩანთა ძალიან. ისევ ასე. ბოლო სადაც იყავით, იქ უნდა შეხვიდეთ, ხო, იმ ხვრელში, მერე ქვემოთ ხვრელში და შემდეგ აი ამ მომდევნო ხვრელში. ისევ მანდ გექნებოდათ ისევ 7 ძაფი, რა თქმა უნდა, აღარ გადავთვალე და კიდევ ერთი თავისუფალი თვალი. აი ესე გააგრძელეთ ყოველ, ესე იგი მოტრიალებისას, ესე იგი როგორც გითხარით, იქ 2 თავისუფალი თვალია მოსაქსოვი. მოდით გავალ ამ რიგის ბოლოშიც და მე მგონი უფრო ესე კარგად გეცოდინებათ უკვე როგორ გააგრძელოთ და მოგხსოვთ რიგებს, აი როგორც მეორე შემთხვევაში, პრინციპში ეს რიგების რაოდენობა თქვენზეა, როგორი ფორმის გინდათ, ხო, როგორი უფრო განიერი თუ უფრო ესეთი კვადრატული შეიძლება ჩანთა, უფრო კვადრატულსა იშვიათად აკეთებენ, მაგრამ ამდენად განიერი გინდათ, იმის მიხედვით რიგებს დააგროვებთ. ახლა ამ 20 თვალის შემთხვევაში მე რაც მოგხსოვე ესეთი რიგების რაოდენობა გეტყვით, ესე იგი ამ უზორების მიხედვით, ხო, რიგების რაოდენობა. მგონი სადღაც 8 რიგია უზორებით. ესე იგი ჯერ აქ შევედი, ეხლა ქვემოთ და შემდეგ აი მომდევნო ხვრელში უკვე. აი ესე. და ერთი თავისუფალი თვალი. შემდეგი. ისევ აქ მის ქვემოთ და აი აქ მომდევნო ხვრელში შევედი. აი ეს.
ეს ხვრელები კარგად ჩანს და მე მგონი არ შეგეშლებათ. აი, ერთი ხვრელი, ზუსტად ქვემოთ მეორე ხვრელი, დიდი ხვრელია ესეთი. შემდეგ მომდევნო ხვრელი უკვე აი ზემოთ არის, ხო? ზემოთ რიგი, აი წინა რიგი რომ იყო. ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად. აი ესე გავედით ამ რიგის ბოლოშიც. აი აქ ვიყავი, ხა ქვემოთ. და შემდეგ ხვრელში. ერთი თავისუფალი თვალი და მომდევნო აი ესეთი ნაპირა. აი აქ ნახეთ, აქ კი ჩანს ეს ხვრელი ერთის და მეორეც. ერთში შევედი, ახლა ქვემოთაში. აი ესე. და აი ნიშნულის ადგილას ზუსტად. ნიშნულის ადგილას გვინდა შემდეგი. და ეს ყველა ერთად. ერთი თავისუფალი თვალი, ეს როგორც ამ რიგის ნაწილი ხო და კიდევ ერთი ბიჯისთვის მოტრიალდით. აი ესე გააგრძელებთ ახლა უკვე აი ეს იყო ბიჯის, აი ეს იყო წინა რიგის, აი ზუსტად იმ წინა რიგის აი ამ თვალში თვალი ნამატის ნახევად ნამატით პირველი თვალი ესეთი გეკნებათ. ესე აქ ნიშნულს გავაკეთებ აუცილებლად. და ესე გავაგრძელებთ აქ ერთი თავისუფალი თვალი ამის შემდეგ. აი ესე ეს ესეთი ფუმფულა თვალს ეძახიან, ხო ბოლომდე არ იქსოვება, ესე ძაფი გადავდე, ამოვიყვანე, მერე ქვემოთ, ისე ძაფი გადავდე, ამოვიყვანე, ისე გადავდე და მომდევნო ხვრელში და ეხლა ერთად გამომყავს. ფავთიჩ ესე ეძახიან, ფუმფულა თვალია. ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად და ესე გაყევით მოკლედ, მეგონი მიხვდით უკვე. აი ესე. და ეხლა გეტყვით რიგების რაოდენობა, რამდენი მოგგზავნოთ, ხო? შევხედავ ჩემო ერთ ნახევარს, რაც უკვე მოგგზავნილი მაქვს. ერთი თავისუფალი თვალი. აუცილებლად თავისუფალი თვალი მოგგზავნეთ ხოლმე, ხო, რომ ერთად გამოიტანთ იმის შემდეგ. აი ფაქტობრივად ეხლა მე 1 2 3 რიგი მოგგზავნე, ხო? 3 რიგი. და საკმაოდ ესე სწრაფად იქსოვება. ხო 4 რიგი გამოდის აი ამ ოზორით ესე იგი. თუმცა მეგონა რომ 2 რიგის თვლიდი. ხო, კიდევ ერთი ამ რიგს მოგხსოვთ, კიდევ ერთ რიგს მოგხსოვთ, ასეთი узორი და მერე შეგხვდებით, აქ კიდევ ერთი რიგი გვაქვს, მარტივია ესე თვლები ნამატის გარეშე. ამ რიგს ახლა არ ვთვლიდი მე, ესე იგი პირველი რიგი ქონდა ჩვენ თვლები ნახევრად ნამატით. ნუ ჯაჭვისებურ თვლებს არ ვთვლი, ხო? ხო, პირველი რიგი იყო თვლები ნახევრად ნამატით, შემდეგ იყო თვალი ნახევრად ნამატით, ერთი თავისუფალი თვალი ნახევრად ნამატით, ესე გამოტოვებით რო იყო. და მე უკვე ეს узორი უკვე ესე დაიწყო ესეთი узორი. ხო? 1 2 3. ფაქტობრივად მე-3 და ესე იგი ამას რომ გახვალთ, ისევ მოტრიალდებით, კიდევ მოგხსოვთ ასეთივე узორს და მე დაგიბრუნდებით, ერთად გავაგრძელოთ კიდევ. ფაქტობრივად დავასრულებთ. ბოლო რიგს მოგხსოვთ ერთად. მერე უკვე სახელურს მოგხსოვთ, რომელიც ასევე ძირის როლში იქნება და ძირი და გვერდებიც ფაქტიურად და მერე უნდა მივაკეროთ. ძალიან მარტივი მოსაქსოვი ჩანთა არის და ესეთია ეფექტურია, ლამაზია ნამდვილად. კარგით ესე გააგრძელეთ. აი ბოლო ესე იგი მეორე რიგს გავყევი ბოლოში და ეხლა აი ამ თვალს მოგხსოვთ კიდევ უბრალოდ ესეთ ერთიანობა ესეთი თვლების ხო ესე ბევრი თვლები გვაქვს აი ესე ერთი თავისუფალი თვალი მოგხსოვთ ჯერჯერობით მოდით აქ დავაზომოთ აი ესე გვაქვს ძირი ძირზე დაადეთ კარგად რომ ზუსტად შეაფასოთ რომ აი ერთნაირი ზომის აქვს ორივე დეტალი. აი ესე და ხო აი ერთი რიგი დაგვრჩა ახლა ჩვენ უკვე ანუ მე ორი რიგი მოგხსოვე აი როცა აი წინა შემთხვევაში ესე გითხარით რომ კიდევ ორი დაგვრჩა ხო? ეხლა ეს ერთი თავისუფალი თვალი ხო? და კიდევ გვინდა
აი ეს თავისუფალი თვალი მოვტრიალდით და ეხლა ჩვენ გვსვოთ თვლებს ნამატის გარეშე. აი ესეთი თვლებია, არ არის ძალიან ფაფუკი თვლები და ცოტა ისე მოხრისა ეს ზედა მხარეს. და შევდივართ, ნახეთ. აი აქ მომდევნოში შევდივართ, აქ არ შევდივართ პირდაპირ. აი აქ თვალში და თვლები ნამატის გარეშე. მოდით მე მაინც ჩავდებ ნიშნულს, რომ 20 თვალი უნდა გქონდეთ. როგორც მეორე ნახევარი. აქ ახლა მე ვფიქრობ, რომ ელვას გავუკეთებ. ელვას, ესეთი ფერის ელვა ძალიან კარგი იქნება. აი ესე. და ელვით იქნება შესაკრავი, თუმცა შეიძლება საერთოდ შესაკრავის გარეშეც პრინციპში. აი ესე გაყევით ბოლომდე თვლებით ნამატის გარეშე. თითო თვალში თითო თვალი მოგსოვეთ. აი ესე.